სიღნაღი მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში დაახლოებით 250 წლის წინ ეს ქალაქი ააშენა ერეკლე მეორემ. შესაბამისად, სადაც არ უნდა მიხვიდეთ, ყველგან გეტყვიან, რომ ყველაფერი უკავშირდება აქ ერეკლეს. ეს ეკლესია ააშენა ერეკლე მეფემ, აქ ისადილა ერეკლე მეფემ, აქ მოიპოვა მტერზე გამარჯვება ერეკლე მეფემ და ყველაფერი, ყველა ლეგენდა მასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ეს არის ერეკლეს ქალაქი. ამავე დროს მე არ მეგულება საქართველოში ძველი ქალაქი, რომელსაც იერსახე ასე კარგად ჰქონდეს შენარჩუნებული. მაშ ასე, მოდი, წავიდეთ და ვიმოგზაუროთ ერეკლეს ქალაქში. პირველი, რაც ჩემზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს, ეს არის სიღნაღის გალავანი. და რატომ? აი ამ ხელა, ამ ასეთი მასშტაბების გალავანი მე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად ჩვენს რეგიონში საერთოდ არ მეგულება. და აი ამ გალავნის სიგრძე არის 4 კილომეტრზე მეტი. შეხედეთ, აი ახლა როგორ კარგად ჩანს გალავანი მთლიანად და ეს არის 250 წლის წინ აშენებული. ანუ იწყებოდა აი ეს გალავანი, მიყვებოდა აი ასე რელიეფს, მთლიანად მიყვებოდა რელიეფს და ხედავთ ხო, ბურჯებიც არის, ძალიან ბევრი ბურჯია. კარიბჭე არის რამდენიმე, აი ერთი კარიბჭე ჩანს, ერთი აი ესე ჩამოდის. ახლა ჩვენ სადაც ვდგევართ, ამას ქვია საქობოს კარიბჭე. ანუ აქ არის სოფელი საქობო და აქედან არის შემოსასვლელი, ერთ-ერთი მთავარი შემოსასვლელი აი ამ ქალაქში. კიდევ ვიმეორებ, მე არ მეგულება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად ჩვენს რეგიონში, რომ არსებობდეს აი ესეთი აი ამ ხელა თავდაცვითი ნაგებობა. და მინდა გითხრათ, რომ ეს არ იყო მხოლოდ სიღნაღის დამცავი გალავანი, აქ საქმე იყო ცოტა სხვანაირად. ეს, როდესაც ერეკლემ ააშენა, ეს ააშენა ლიანი ქიზიყისთვის. ლიანი ქიზიყის დასაცავად. აი ახლა ნახეთ, თითო ბურჯს რამდენიც არის 26 ბურჯი. აქვს თითოეული სოფელის დასახელება. ანუ რას ნიშნავდა ეს? რომ თუ მტერი შემოესეოდა კახეთს, ყველა მოდიოდა სიღნაღში გადასარჩენად. ანუ ეს იყო სიცოცხლის კუნძული, აი უსამართლო გარემოში მართლაც რა. ანუ ერეკლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აი ამ გაუთავებელი შემოსევებისაგან თავდასაცავად აეგო ერთიანი სივრცე. და მართლაც აი ადამიანებს ჰქონდათ ალბათ ყველაზე საიმედო ადგილი, თუ შეიძლება რომელიმე ყოფილიყო კახეთში, იყო აი ეს სიღნაღი. მაგალითად, ერთ-ერთ კოშკს აქვია შილდის კოშკი. და სოფელი შილდა, რო წარმოიდგინოთ, ხო? აქედან არის დაშორებული 90 კილომეტრით. ანუ რა მასშტაბზე არის საუბარი? იყო სიღნაღი და იყო თელავი, რომელიც იყო მართლაც ასეთი იმედი, რომელიც თელ კახეთს იცავდა. მოდი ახლა შევიდეთ ერთ-ერთ კოშკში და ვნახოთ, როგორ იყო ეს თავდაცვითი სისტემა აწყობილი. აი ესეც კოშკში შესასვლელი, რომელიც 250 წლის წინ აშენდა. ანუ კოშკში შემოსასვლელს აი ეს ეტყობა კიდეც ძველი ურდულის ჩასაკეტი, აქ კარები თუ დაიკეტებოდა, აქ დიდი ხისძელი გაეყრებოდა, შემორჩენილიც არის ახლა ეს ხრიჭოები და უკვე პრაქტიკულად კოშკი იყო აუღებელი. ასევე მინდა ყურადღება მიაქციოთ ბუხარს. კოშკში რატო უნდა იყოს ხო ბუხარი? სწორედაც იმიტომ, რომ ხანგრძლივი ალყის პერიოდში, რომ აქ ცხოვრებაც შესაძლებელი ყოფილიყო. ეხლა ავიდეთ, მოდი მეორე სართულზე. მე-18 საუკუნის კლასიკური ნაგებობაა მართლაც თავისი სათოფურებით, რომელსაც ხედავთ და ისევ ბუხარი. აი მეორე სართულზეც არის ბუხარი და შემდეგ ავდივართ უკვე ბაქანზე, აქაც არის სათოფურები, რა თქმა უნდა. და აი აქედან უკვე ლიანად კონტროლდება მთელი ალაზნისველი და ყველა კოშკი აი ასე აკონტროლებს ერთმანეთს და აკონტროლებს მთლიან სივრცეს. ისე წარმოიდგინეთ, აი ამ ხელა ციხესიმაგრეს როგორ შეიძლება რომ რაღაც ლეგენდები არ ჰქონდეს და მართლაც სიღნაღის ქალაქს და სიღნაღის ციხის მშენებლობას აქვს ძალიან საინტერესო ლეგენდა, რომელსაც მე თქვენ ახლა მოგიყვებით. ეს ამბავი ისეთივე ტრაგიკულია, როგორიც სურამის ციხის ამბავი, მაგრამ მე ვფიქრობ, ამას უფრო რაღაც მეტი დრამატიზმით შეიძლება ჰქონდეს თავის ისტორიაში. ციხის მშენებლობის დროს კედელი დაინგრევა. შეეცდებიან შემდეგ კიდე ხელახლა აშენებას, მაგრამ
ისევ დაინგრევა და ამ დროს ერთი თეთრწვერა მოხუცი გამოდის და ამბობს, რომ მიწის დედა ითხოვს მსხვერპლს. ანუ ადამიანი უნდა შესწირონ აი ამ ციხე-გალავანს, რომ აშენდეს. და რა ხდება ამ დროს? ჩამოდის ერეკლე მეფე და ეკითხება ადამიანებს, რას აპირებენ. საქმე თქვენია, ეუბნება მეფე და ეს ციხე-გალავანიც თქვენთვის შენდება. და როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ მაშინ ქართველები. გამოდის ერთი მოხუცი ადამიანი, ამბობს, რომ მან მთელი ცხოვრება იცხოვრა უკვე, მთელი ცხოვრება გალია და ამიტომ ის მზად არის, რომ აი ამ გალავნის მშენებლობაში საკუთარი თავი გასწიროს. არ გადის დიდი ხანი და კიდე ერთი მეომარი გამოდის, რომელსაც ცალი ხელი არ აქვს და ამბობს, რომ თავის შესწირა სამშობლოს როგორც შეეძლო, ერთი ხელი დაკარგა ომში და ახლა მზად არის, რომ ეს მოხუცი კი არა, არამედ თვითონ გასწიროს თავი ართი თანამემამულეების გადასარჩენად. და აი შემდეგ კიდე უფრო რა ვიცი, ალბათ როგორი ეპიზოდი არის, გამოდის დედა, რომელიც ამბობს, რომ სამი შვილი აღზარდა და სამივე შვილი ომში მოუკვდა და ერთი შვილი ჰყავს დარჩენილი და მზად არის, რომ მანაც თავი შესწიროს აი ამ სიღნაღის მშენებლობას. ჩვენ არ ვიცით მე კეჭი როგორ ყარეს და რა მოხდა ამის შესახებ ლეგენდა არაფერს გვიყვება, მაგრამ ამბობენ, რომ იმ ადგილას, სადაც ცოცხალი ადამიანი ჩააყოლეს, წყარო გამოდისო. და მართლაც აი აქ, აი ამ გალავანთან, ცოტა ქვემოთ არის დარჩენილი ერთი ადგილი, სადაც სულ ცოტა ხნით კიდე გამოდიოდა წყარო. ეს მართლაც შესაძლოა ლეგენდა, მაგრამ მართლაც ხომ ხდებოდა მსგავსი ამბები წარსულში, თუნდაც რო ავიღოთ ხაზმა ხერხეულის ისტორია, თუნდაც რო ავიღოთ ქეთევან წამებულის ისტორია, ან თუნდაც მეფის თეიმურაზის ამბავი, რომელსაც ქვეყნის გადასარჩენად თავისი ორი შვილი გაგზავნა შაჰთან. აი ესეთი ემოციები გამიღვიძა ახლა აი ამ ლეგენდამ და აი ამ ისტორიამ სიღნაღში. აი კიდევ ერთ გუშთან მოვედით, ესეც ასეთივე ძველია როგორც სიღნაღი და აქ მინდა შევიდეთ, ეს ცოტა განსხვავებული არის. ერთი პირდაპირ შედიხარ პირველ სართულზე, მაგრამ ასასვლელი მეორე სართულზე აქვს უკვე ამას აი ქვის კიბე არის გაკეთებული. საკმაოდ ვიწრო, რა თქმა უნდა, ქვის კიბეა, ამოვდივართ მეორე სართულის ბაქანზე, სათოფურები, რა თქმა უნდა, და აი ისევ შემდეგ ავდივართ მესამე სართულზე, ისევ ქვის ვიწრო კიბით. აი აქედან უკვე ჩანს თვითონ ქალაქში შესასვლელი, რომელიც იყო დაახლოებით აი უკვე 200 მეტრში. აი 200 მეტრიდან დაახლოებით უკვე იწყებოდა ქალაქი. აი ეს არის უკვე სიღნაღში შესასვლელი, აი აქ იწყებოდა უშუალოდ ქალაქის ჭიშკარი არის ეს, ეტყობა კიდეც, ხო, აქეთ იქიდან როგორი ძლიერი ბურჯები დგას. ეხლა როგორი ქალაქი იყო თვითონ სიღნაღი რო წარმოვიდგინოთ, ეს იყო წარმოვიდგინეთ ერთ-ერთში თბილისი. ოღონდ მცირე მასშტაბებით. ძალიან იყო განვითარებული ხელოსნობა ამ ქალაქში, ყველანაირი ხელოსანი იყო და ძალიან იყო განვითარებული ვაჭრობა. ერეკლეს ძალიან სურდა, რომ დიდარი ყოფილიყო ეს ქალაქი, ამიტომ სხვათა შორის 80-მდე ოჯახი სომეხი ვაჭარებს კი ჩამოასახლა და მათ მისცა ყველანაირი უფლებები, როგორი უფლებებიც ჰქონდათ ქართველებს. აი ეს ასეთი ქუჩებით იყო დაკსელილი მთლიანად ქალაქი, იყო ეკლესიები, ახლაც ბევრი არის სხვათა შორის ეკლესია სიღნაღში, მაგრამ აქ არის ერთი წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესია, რომელიც როგორც ამბობენ, რა თქმა უნდა, ერეკლეს განსაკუთრებით უყვარდა. და ეს ეკლესია არის რაღაც განსაკუთრებულ ადგილზე აშენებული უკვე სიღნაღში. მოდი, შევიდეთ ახლა ქალაქში და ნახოთ ეს სტეფანეს ეკლესიაც. სხვათა შორის ეს არის ძალიან უცნაური ადგილი ამავე დროს. შეხედეთ, ეს არის საბრძოლო ბურჯი და აი საბრძოლო ბურჯიდან შევდივართ ამ ეკლესიაში. აი შევდივართ კოშკში და პირდაპირ მოხვდებით წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესიაში. და ეს ეკლესიაც არის ისეთივე მოკრძალებული, როგორი მოკრძალებული ცხოვრებაც ჰქონდა პრინციპში მართლაც ერეკლე მეორეს. მე მინდა ახლა ავიდეთ მაღლა და გადმოხედოთ ამ ეკლესიას, როგორ არის არქიტექტურულად მოთავსებული საბრძოლო კოშკი და სამლოცველო ტაძარი ერთად. წავიდეთ.
მე მგონი თან სიღნაღში ყველაზე დიდი საბრძოლო ბურჯია, რაც მე მინახავს ყოველ შემთხვევაში. აი უზარმაზარი საბრძოლო ბურჯი შეხედეთ და შიგნით არის ეს პატარა მოკრძალებული ეკლესია. სხვათაშორის ამბობენ რომ ეს ეკლესია არის კიდევ უფრო დიდი ვიდრე თვითონ ქალაქი, ანუ ეს სავარაუდოდ არის მე-16-მე-15 საუკუნეების ეკლესია. მე ახლა სიღნაღის ცენტრში, რა თქმა უნდა, ის აღარ არის ზუსტად როგორიც იყო 200 წლის წინ, თუმცა მე სიღნაღის მუზეუმის ბრწყინვალე თანამშრომლებთან ერთად შევეცდები რომ აღვადგინო და მოგიყვეთ როგორ გამოიყურებოდა სიღნაღის ცენტრი ძველად. მოგესალმებით მაკო, მოგესალმებით მარიკა. დიდი მადლობა. მე ჩამოვიტანე რამდენიმე ფოტო და მინდა რომ თქვენს გაჩვენოთ. აი ეს არის ალექსანდრე მესამის სტუმრობა სიღნაღში. ეს არის 1888 წელი და არის, რა ვიცი, უიშვიათესი ფოტოებია. დიახ, ეხლა ვიმყოფებით ჩვენ აი ამ ადგილზე, რომელიც აი ამ ფოტოშია წარმოდგენილი. ანუ სად უდგებართ და საით იყო ეს ეკლესია არ ჩანს ახლა. არა, სამწუხაროდ ეს ეკლესია ამჟამად აღარ არსებობს, ეს გახლავთ მთავარანგელოზის ეკლესია, იყო მთავარანგელოზის ეკლესია, რომელიც იდგა აი აქ ქალაქის ცენტრში. აი აქ იდგა? აი აქ იდგა და მარჯვნივ ოდნავ შემაღლებული აი ამ სურათიდან ჩვენ კედელს ვხედავთ, აი ამ კედელს, რომლის გვერდითაც იდგა აი ეს შესანიშნავი ეკლესია, რომელიც კომუნისტების დროს ააფეთქეს და ანუ ეხლა მოდის ხალხი მოდის აი ამ ქუჩიდან, როგორ არის? დიახ, ის არის თელავიდან შემოსასვლელი გზა, საიდანაც შემოვიდა ალექსანდრე მესამე, აი ამ გზით შემოვიდა და ხალხი დახვდა აი ამ ცენტრში. ეს ოდითგანვე იყო ქალაქის ცენტრი. აი შემდეგი ფოტო, ესეც ალექსანდრე მესამის დახვედრის არის. აი ეს არის ზუსტად ეს იგივე ქუჩა, ხო? აი ეს არის თელავიდან შემოვალი გზა, როგორც მითხარით. თუ ეს არის, მაშინ ეს შენობა ამჟამად აღარ არსებობს. არა და ნახეთ რა ლამაზი შენობაა, ნახეთ რა ლამაზი შენობა არის. სამწუხაროდ ეს შენობა აღარ არსებობს და ერთი გზა არის ზემოთ. აი ეს გზა არის ესე იგი ზემოთ. ხო, როგორც ხვდებით. დიახ. ნუ სიღნაღი ცნობილი იყო ვაჭრობითა და ხელოსნობით და აქ იყო წვრილ-წვრილი სავაჭროები და სახელმწიფო. ეს არის სავაჭრო რიგები, ხო? დიახ, დაახლოებით სავაჭრო რიგები. როგორი სავაჭრო რიგებია და როგორ გამოიყურებოდა სავაჭრო რიგები სიღნაღში, როგორ კულტურულად არის აშენებული და როგორ კულტურულად არის ყველაფერი მოწესრიგებული. მაგრამ ეს არის უკვე ახალი გასაბჭოებულია, უკვე მე-20 საუკუნეა, მე-20 საუკუნის 20-იანი წლებია. აი ესეც მე-20 საუკუნის 20-იანი წლებია მე. ეს არის უკვე საბჭოთა ხელისუფლების შემოსვლა სიღნაღში. ისიც ამ ტერიტორიაზე აქ მოხდა, აქაც ყველაფერი ხდება ცენტრში, ესე იგი რა ფოტოც არის გადაღებული. აი ამას მინდა ეხლა მივაქციოთ, ეს არის კარიკატურა. მე-20 საუკუნის დასაწყისია თუ არ მეშლება და სიღნაღის ქუჩები. სხვათა შორის ამ სიღნაღის ქუჩები რომ ნახე, აი ესეთი კარიკატურა გამახსენდა ალექსანდრე დიუმას მოგონება თბილისზე, სადაც ამბობს რომ თბილისში თუ წვიმა მოვიდა, იქ გავლა არის შეუძლებელი, ისეთი ტალახები, როგორც ჩანს სიღნაღიც გააქვს. ეს იყო სავაჭრო ქალაქია რა. სავაჭრო ცენტრი და სხვათა შორის აღმოსავლეთ საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის სავაჭრო ცენტრი. განთქმული თავისი დუქნებით, სახელოსნოებით და ვაჭრობის და ხელოსნობის თითქმის ყველა დარგი. 20-ზე მეტი დარგი იყო განვითარებული. 189 დუქანი და სახელოსნო იყო. აქედან 121 სახელოსნო იყო, დანარჩენი სავაჭროები. სხვათა შორის სპეციფიკში წავიკითხე ესეთი რაღაც, რომ სიღნაღელები რო თუ გლეხები არ ამოვიდნენ აქ სავაჭროთო, სიღნაღელები შივები დაიხოცებიანო ის და იცით რატომ, რომ სიღნაღი ცხოვრობდა ძალიან ქალაქური ცხოვრების სტილით, აქ ძალიან ისეთი ფრანგულად მოსაუბრე ხალხი ცხოვრობდა და ამიტომ ელოდებოდნენ ხოლმე, რომ სოფლიდან აი ზუსტად ამ ქალაქის ცენტრალურ ქუჩის ორივე მხარეს ბაზრობები იმართებოდა, სადაც ისხდნენ და მოქონდათ ხოლმე სოფლის პროდუქტი და ქალაქელები ისე ყიდულობდნენ და ქალაქში ესე არაკადრულობდნენ ესეთი სამუშაო ჩატარებას. სიღნაღს დღეს უწოდებს სიყვარულის ქალაქს. აქ არის მაგალითად ძალიან ბევრი კაფე, სასტუმრო, მუზეუმი. მაგრამ მე მიყვარს ისტორია და ჩემთვის მაინც ეს ქალაქი არის სიცოცხლის ქალაქი. სიცოცხლის ქალაქი, რომელმაც მართლაც ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.